ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია ანა დოლიძე პარტია ხალხისთვის თავმჯდომარე ანას მივესალმები მადლობა რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს პირველ რიგში თქვენ არ ყოფილხართ კარგახანი ჩვენი ეთერის სტუმარი მას შემდეგ რაც პრემიერი ვთქვათ შეიცვალა და ყველა განცხადებამ დატოვა შთაბეჭდილება რომ რაღაც კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით ხდება ეს ცვლილებები თუმცა არავის უღიარებია რომ ეს გახდა ვთქვათ ცვლილებების მოტივატორი წინა ვთქვათ უკვე გასული პრემიერის შემთხვევაში და ამ ყველაფერს ასევე დაემატა განკარგულებების ომი თქვენ რა დასკვნა გამოგაქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით დიანა მოგესალმებით დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ჯერ ეს ერთი იქიდან დავიწყოთ რომ როდესაც ათავისუფლებენ ირაკლი ღარიბაშვილს ან სამსახურიდან მიდის რომეო მიქაუტაძე რომელზეც თქვენ არხს ჰქონდა სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი სიუჟეტი მის მილიონერულ ცოლის მილიონერულ დაბადების დღეზე და აყვავებულ ბიზნესებზე მას შემდეგ რაც საჯარო მოხელე გახდა აქ მე მგონი ნორმალურ სახელმწიფოს შენებაზე თუ არის საუბარი აქ უნდა ვისაუბროთ იმაზე რომ ჯერ ეს ერთი დაუსაბუთებელი ქონების მოკითხვა უნდა დაიწყოს ამ ხალხის გაშვება უბრალოდ იმიტომ რომ რაღაცა კითხვები არის და მით უმეტეს მადლობით არაფრით არ შეიძლება ეს ნორმალური არ არის რა სიგნალს ვაძლევთ ჩვენ მომავალ თაობას რომ ცალი კალოშით მოხვედი ესე იგი ერთი ბინა გაქვს მე გახთი თანამდებობაზე ყოფნის დროს არაერთი ტენდერის განკარგვის დროს მეუღლეს უხდი არ ნახულ დაბადების დღეს რისი გადახდის საშუალება შენ მაღალ ფენებსაც არ აქვს არა თუ საშუალო და დაბალ ფენებს და ამის შემდეგ უბრალოდ მიდიხარ არა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ესეთი სახელმწიფო პირველი დაუსაბუთებელი ქონების მოკითხვა ეს არის ყველა ევროპულ ქვეყანაში და მეორე დაუსაბუთებელი ქონების ბიუჯეტში დაბრუნდება ახლა ესენი ამ ბინებით და ამ ვილებით უნდა გაუშვათ სახში არა ეს არის ერთი პრობლემა ამ ვითომ და რა იმიტაციასთან ამ კორუფციასთან ბრძოლის ახლა განკარგულებებს რაც შეეხება როდესაც ჩვენ ვიკვლევდით ჩვენ პარტია ხალხისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ამბავს მაშინ 24 ოქტომბერს ჩემ სოციალურ ქსელში დავწერე ეს რომ არ იძებნება განკარგულებები არ იძებნება 20 წლიდან და რომ ეს არის პირდაპირ საშუალება ხელის მოთბობის იმიტომ რომ რატომ ნებისმიერ ადამიანს ქუჩიდან დღეს რომ მოუნდეს ჰექტრობით მიწის აღება იჯარით აი მაგალითად კახეთში სახელმწიფოს ძალიან ბევრი აუთვისებელი მიწა აქვს და რომ მოუნდეს ერთ მეწარმეს და ანუ ფერმერს მისი აღება მას ვერ მოახერხებს ეს ყველაფერი გაყინულია და ჩვენი მთავრობა თავის ხდომებზე ყოველ ორშაბათს გადასცემდა ამ უძრავ ქონებას 3 წლის განმავლობაში სხვათა შორის პრემიერ გახარიას პრემიერობის დროიდან და საქართველოს მოსახლეობამ ამაზე დღემდე არაფერი არ იცის რაც ნიშნავს იმას რომ დიდი შანსია რომ ისეთი ქონება იმდენი ქონება ისეთ ხალხზე არის განკარგული რომ არ იყოს საჭირო ეს გწოდნოდა ანუ ისინი ასე ფიქრობდნენ დიახ ფიქრობ თქვენ ეს თქვა ამ თემებს ეს განკარგულებები უნდა გახდეს საჯარო და ასევე საკვლევი და მე დაუბრუნდები მთავარ კითხვას თქვენ გრჩება შთაბეჭდილება რომ ეს იყო პერსონალიზებული კორუფციის თემა და ეხლა ვთქვათ კობახიძე მოსპობს ამას თუ ეს არის სისტემური და ეს უბრალოდ ილუზიის შესაქმნელადაა საჭირო წინას არჩევნოთ ეხლა თვითონ განკარგულებების თემას რო დაუბრუნდე აქ რამდენიმე კითხვა აუცილებლად უნდა დაუსვათ აუცილებლად დღევანდელ გუნდს რომელმაც ეს პრაქტიკა შეუძლია გააგრძელა გახარიას დროიდან და გახარიას გუნდს როდესაც ისინი ამბობენ რომ არ მუშაობდა ვებგვერდი ჯერ ეს ერთი მეგობრებო სადახართ ყველაზე ჩამორჩენილ განვითარებად ქვეყანაშიც 3 წელი არ ჭირდება ვებგვერდის ატყობას ახლა ეს რაზე არის საერთოდ ანუ შენ თუ მთავრობის ვებგვერდი ისეთი პრემიერი ხარო მთავრობის ვებგვერდის გამართვას წელიწადგერდა 4 დღეზე მეტი ჭირდება უნდა გადადგე ესეთი მთავრობის ხელმძღვანელი თუ ხარ და მეორე მაგრამ ასევე სამართლიანობისთვის უნდა ითქვას რომ იქ რაღაც მაინც ქვეყნდებოდა და ღარიბაშვილის დროს საერთოდ არაფერი ქვეყნდებოდა ეს თუ ეს ვთქვათ შედარებისთვის იმიტომ რომ ოცნება დღეს ძალიან აპელირებს იმ ეპოქაზე და არაფერს აბოს მაგალითად სულ ახლახანს წასულ პრემიერზე რომლის დროსაც ნულოვანი გამჭვირვალობა იყო და ეს ვებგვერდი როგორც ჩანს არა მხოლოდ გახარიას პრობლემა ანუ წლები
გაგრძელდა ეს პრაქტიკა. რა თქმა უნდა, ეს არის დღევანდ იმის პრობლემა, რომ ჩვენ ტელევიზიიდან, მედია საშუალებებიდან და თქვენგან გავიგეთ იმისი, რა ქვია, ღარიბაშვილის თვითფრენავის ამბავი, ღარიბაშვილის შვილის თვითფრენავის ამბავი და რომეო მიქაუტაძის მეუღლის აბსოლუტური ფუფუნებითი დაბადების დღის ამბავი და სხვათა ბიზნესები ეს ხო მედიიდან ვიგებთ და არა იმ საშუალებით მეორე საშუალება სადაც ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო ეს არ არის მთავრობის ვებგვერდი ეს არის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო მაცნე დიანა მე ვარ იურისტი პირველ კურსზე ასწავლიან ნებისმიერი პირველ კურსელი იურიდიული ფაკულტეტის სწავლობს რომ ადგილი სადაც საჯაროდ ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება არის მაცნე ეს გადაწყვეტილებები არც მთავრობის გვერდზე ქვეყნდებოდა მაცნეში ქვეყნდებოდა საკანონმდებლო ინიციატივები არა რა თქმა უნდა ეს ოფიციალური მაცნე არის საკანონმდებლო ინიციატივებისთვის მაცნეზე გამოიცემა ყველა ნორმატიული ძალის ანუ სავალდებულო ძალის მქონე აქტი ერთერთი გადაწყვეტილებიც ნახეთ მანამდე აქტები ყველა არის და საიდან ვიცით მანამდე ინფორმაციები ეს დაიხურა მას შემდეგ და მეცაც გეტყვით ჩვენ რომ რაჭის ხელშეკრულება მოვითხოვეთ მაცნეს დაუკავშირდით და მაცნემ გითხრა რომ ჩვენ ვაქვეყნებთ იმას რასაც მთავრობა გვაწვდის აქ არის ძაღლის თავი და ის საკანონმდებლო ორგანოა რაც ქვეყნდება მე ქვეყნება მაცნეში ეხა აქ მთავარი რა არის ტექნიკურ დეტალებში უნდა ჩავიდეთ ვისაც ეს აინტერესებს ჯერ ეს ერთი საჯარო ინფორმაციის და განზრახ დამალვა იმ ადამიანის მიმართ ვისაც ევალებოდა მხრიდან ვისაც ევალებოდა მისი გამოქვეყნება რასაც მოყვა ზიანი არის სისხლის სამართლის დანაშაული 177 მუხლი არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ეს მუხლი აუცილებლად ამ მუხლით უნდა მოეკითხოს ხელი ამ ხელისუფლებასაც ირაკლი ღარიბაშვილსაც და ყველას ვინც ეს პრაქტიკა დანერგა იმიტომ რომ როგორ შეიძლება გაქრა საჯარო სივრციდან უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებები და ჩვენ უბრალოდ ვთქვათ რომ ეს იყო იმის გამო რომ დენი არ იყო ეხლა ეს ხო არასერიოზულია რა კი ბატონო კიდევ ერთი თემა საარჩევნო კამპანია ეს ვთქვათ ჯერ საარჩევნო წელია უბრალოდ მაგრამ ყველაფერი რაც ხდება ამ წლის პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურება თქვენ ჯერ ხართ მარტო საარჩევნო პროცესში თუმცა არავინ იცის რა მოხდება ცოტა ხნის წინ არჩილ თალაკვაძის ასეთი განცხადება გავრცელდა მაინც წავიკითხავ ნაციონალურ მოძრაობას თავისმა პატრონებმა უთხრეს რომ უკვე 9 არჩევნები წააგეთ ამიტომ უტოპია თქვენზე ფსონის დადება ლელოს და რადიკალურ ბანაკს უთხრეს რომ თქვენი მოვალეობა იმუშაოთ დანარჩენ ოპოზიციურ ელექტორატზე უნდა გახდეთ ნაციონალურ მოძრაობაზე უფრო აგრესიულები მათზე უფრო მატყუარები და ასე შემდეგ ანუ ლელოს და ნაციონალურ მოძრაობას რომ თავი დავანებოთ აქ იკითხება სტრატეგია რომ სხვა დანარჩენიც არის ნაციონალური მოძრაობა ეს იქნება თუ არა ეს თქო თავარი სტრატეგია ამ საარჩევნო წელს და პრობლემის შემქმნელი თქვენთვის თუ აი ასეთი პროპაგანდის პირობებშიც კი რა თქმა უნდა ეს არ გამოუვათ რომ თქვენ რაიმე ფორმით ვთქვათ ამ ბანაკს მიგაკეროთ იმიტომ რომ ეს არის მათი ხაზი და რაღაც მეტნაკლები წარმატებით ყველასთვის ცდილობენ რაღაც ნაცის პატარა იარლიყი მაინც მიაწებონ მე მგონია რომ ჩვენი ამომრჩეველი შეიძლება ძალიან დიდი ტკივილის ფონზე რომელიც ჩვენ ხალხს ჰქონდა 2016 წელში და იმ წლებში ხო 2012-16 მაშინ გაჭრა ამ საუბარმა დღეს ყურადღებას მიაქცევს დღის წესრიგებს. ჩვენ დღეს ვიყავით კონკურენციის სააგენტოსთან დიანა წამლების ფასებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ აგვიკლეს საქართველოს მოქალაქეებმა რა მოხდა ჩვენ ქვეყანაში. ვითომ შემოვიდა სახელმწიფო ამ სფეროში, რომ დაარეგულიროს წამლების ფასები და ყველაფერი გააფუჭეს. იმის მაგიურად რომ წამლების ფასებს დაეკლო წავლების ფასებმა იმატა ასე გვეუბნებიან ჩვენი მოქალაქეები. ერთი მე ნახავთ ყველაზე დიდი გამოხმაურება ამ თემებს აქვს სოციალურ ქსელში. ეხლა ვიღაცამ პოლიტიკური პარტიის თემა უნდა მოიკითხოს თუ იმას ისე აკეთებ როგორც დასავლურ ქვეყნებშია და თუ შენ კონკურენციის სააგენტოს მყავს რომელიც უნდა ჩაერიოს და მოიკვლიოს ამ ეს რაღაცები. რატო აშავებ იმის მაგივრად რომ გააკეთო? ხო? ჩვენ დღეს წავედით და რახან ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. ბაზარი, რომელიც ემსახურება მომხმარებლის ინტერესებს, არა დიდი ფინანსური ჯგუფების ინტერესებს. სახელმწიფო კონკურენციის სააგენტო, რომელიც იცავს მომხმარებელს, ხალხს, ეს არის ჩვენი ინტერესი. ბავშვთა კვება, ის რომ ყველა ბავშვს, არა მარტო ჩემ თქვენ, ყველა ბავშვს
გქონდეს საქართველოში საკვები და ბავშვებზე მაინც ვიფიქროთ, რომ ესენი არ არიან მშივრები. დილა, საღამოა, ღამეა ბავშვი არის ნაჭამი. ინტერნეტ გემბლინგი, ეს თემა ყველას ეგონა რომ დამთავრდა და კიდე გვირეკავენ მოქალაქე. არ დამთავრდა, ისევ პანდემიაში ვართ. იმიტომ რომ გაღარიბებული საქართველოს მოქალაქეები ისევ ტელეფონში არიან და ისევ თამაშობენ. ანუ თქვენ კითხვაზე პასუხი, ამ უსაქმურებს და უნიათოებს, რომლებიც დაკავებულები არიან ხალხის გაღარიბებით, ქვეყნიდან გაქცევით, იმას რატო არ პასუხობენ, რომ შობადობა რო აღარა. აი მეტი რა გინდა? რომ ადამიანს საქართველოში ამ ხელისუფლების რამდენიმე ბოლო წლის განმავლობაში ყოველ წელს 15,000 ნაკლები ბავშვი იბადება. ამას არ პასუხობენ, იმიტომ რომ პასუხი არ აქვს. ეს უნდა დაუპირისპიროთ, რომ ამათ პირობებში რუსეთი კი არა, ჩვენ თვითონ აღარ ვიარსებებ. და მე რაც უნდათ ის დამიძახონ, რაც უნდათ ეს არის სიმართლე, რომელსაც ვერც ირაკლი კვაბახიძე, ვერც ორავინ ვერ გაექცევა. თავარი თემები უნდა იყოს ამაზე, ხომ ლაპარაკი. წეგან ვახსენე სხვათა შორის პეტრე ცისკარიშვილს ჰქონდა, ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა რაღაც შეხვედრა, საარჩევნო პრეზენტაცია ეკონომიკური ინიციატივების და იქ ამბობს, რომ უცხოელებიო მეკითხებიანო, რომ ივანიშვილის რუსეთისა და ევროკავშირის ხსენების გარეშე აი აგვიხსენით რა გინდათ პოლიტიკაშიო, აი პეტრე ცისკარიშვილს რომ თქვა თავით ავანებოთ, თავად ეს ფრაგმენტი საინტერესოა სხვათა შორის მართლაც, იმიტომ რომ შეიძლება მეც გამჩენოდა ეს კითხვა, ძირითადად პოლიტიკური პარტიები პუტინი, ივანიშვილი რაღაც სამ სიტყვაში მოძრაობენ და თავარი არის თუ არა ასეთ დროს რაღაც უფრო სხვა ტიპის კომუნიკაცია აუდიტორიასთან, იმიტომ რომ ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, რისთვის შეიძლება მოქცეს ხმა, იმიტომ რომ სტატუს კვოს ცვლილება და ზოგადად ცვლილება არის მაინც გარკვეული პრობლემა ან შეიძლება ეს თქვათ შიშის ან რაღაც ფაქტორია, შეჩვეული ჭირის და ასე შემდეგ. ანუ შეცვლა ამ შემთხვევაში, როდესაც არ ჩანს ერთი მსხვილი, ეს თქვათ პოპულარული შემცვლელი, იმიტომ რომ არის პირველ ადგილზე ნაციონალური მოძრაობა, რომელთან უპირატესობაშიც ყოველთვის აქამდე იგებდა ოცნება. დიახ, ეს რეალობა არის და 20 წელს ვამბობდი ამას პოლიტიკაში და შემოვედი, რომ ამას უნდა რაღაცა გაერთიანების და ყველას ჩახუტების მცდელობას თავი უნდა დავანებოთ და უნდა შევქმნათ ცენტრი ან ძალა, რომელიც და პირველი მე გავაკეთეთ ჩვენ ეს მოძრაობა, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ელაპარაკა საქმეზე ამ ორი პოლუსის მიღმა. აი ეხა ყველაზე სერიოზული თემა დიანა ეს არის ჩვენ წერთ სამართლიანი სესხების კანონს და ეს მნიშვნელოვანია რომ გავიგოთ. ნახეთ, ჩვენ ცხოვრობთ და ვიცხოვრებთ კაპიტალიზმში. ეს უკვე ცალსახაა. და ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ამ კაპიტალიზმით ყველა მისარგებლოს. ისე კი არ მოხდეს, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა რო არიციან როგორ მუშაობს კაპიტალი, ელემენტარული წესები არიციან იმის მოქცევის სესხებთან და ვარდებიან 1000 მტაცებლის ხელში. ესე არო დაუტოვეთ ქართულმა ოცნებამ ეს ხალხი დაუტო იმის მაგივრად რომ როგორც ინგლისშია შეექმნა მომხარემელთა დაცვის ორგანიზაცია რომელიც ადამიანს ეთყოდა რომ აიცი რა ასე არის სესხო ასე ის სესხი ამას ხელი არ მოაწერო ამის მაგივრად 11000 კაცი არის აი მიყიდვა გამოსყიდის უბედურების ხელშეკრულების ხელმომწერი დღეს სახელმწიფო გვერდზეა ჩვენ როგორი სახელმწიფო გვინდა ადამიანი რომელიც შეიარაღებული იქნება სკოლიდანვე წოდნით ეწოდინება დაცვა ეწოდინება როგორ მუშაობს საბაზრო ეკონომიკა რა უნდა ისესხოს რომ ამის შედეგად ბინა კი არ დაკარგოს ყველა გამდიდრდეს ყველას მისცეს ამის შანსი სამართლიანი სესხების კანონმდებლობა ეს უნდა დავწეროთ ეხლა ამ დისკუსიით მივდივართ ნაციონალურ მოძრაობას ძალიან ძვირიანი კონსულტანტები ყავს და იმათ ურჩიონ მე მათ კონსულტანტად ვერ გამოვდგები როგორ უნდა მოიქცეს საარჩევნო მე იმედი მაქვს რომ ამომრჩეველი დაინახავს განსხვავებას ხალხისა რომელიც ორიენტირებულია შრომაზე, საქმეზე და პრობლემების გადაწყვეტაზე. კი ბატონო, მადლობა ანა. ჩვენ ღია ვიქნებით ყოველთვის, თქვენთვის, სხვა ჯგუფებისთვის, რომლებიც პლურალიზმისთვის, მრავალპარტიულობისთვის და ამ ორი ცენტრის და აი ამ ორპოლუსიანი პოლიტიკის მონგრევის და მოშლისთვის მუშაობს ასევე. მადლობა ანა დოლიძეს. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. საღამოს ეთერის სპონსორია ისმიჟენი. ისმიჟენი, ძლიერი იმუნიტეტი ნებისმიერ